იოანე ნათლისმცემლის ტაძარი რწმენისა და სულიერი სიმშვიდის სასწაულებით განთქმული ადგილი. მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოფრეთში. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარეობს მრავალსაუკუნოვანი იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, ადგილი, რომელიც მრავალი მომლოცველისთვის განსაკუთრებულ სიწმინდეთ მიიჩნევა და რომელსაც არაერთი სასწაულისა და სულიერი შეწევნის შესახებ არსებული გადმოცემა უკავშირდება. ტაძრის საძირკველიდან მოედინება წყარო, რომელსაც მომლოცველები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მათი რწმენით წყარო სულიერ შეწევნასა და განკურნებას უკავშირდება. ტაძარში მისულ მორწმუნეებს წყაროს წყალი სახლში მიაქვთ, ანთებენ სანთლებს, ლოცულობენ და იმედით ევედრებიან უფალს. აქ განსაკუთრებით ხშირად სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები მოდიან, რომელთაც სწამთ, რომ ღვთის მადლითა და ამ წმინდა ადგილის შეწევნით სულიერ და ფიზიკურ განკურნებას მიიღებენ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარს ბერძნულ ტაძარსაც უწოდებენ, რადგან ისტორიულად იგი ბერძნულ მართლმადიდებელ თემთან იყო დაკავშირებული. რუსთავიდან ჩამოვედი, ფეხები მწვავდა, მithქვეს სასწაულმოქმედი წყალია, მოგიხდებათ და ჩამოვედი. პირველად საერთოდ ძალიან მომეწონა სიტუაცია და ყველაფერი დავიცი ნახოთ. ამ ეკლესიის ტაძრის შესახებ სრულიად შემთხვევით გავიგეთ. მეუღლე სამსახურეობრივად აქ ახლო ტერიტორიაზე იყო და სულ სხვაგან უწევდა წასვლა. მოსახვევი შეეშალა და სრულიად შემთხვევით აქ რომ მოხდა და ხალხი დაინახა ტაძარში შემავალი გამავალი, თვითონაც შემოყვა ქავრობას და შემდეგ გაიგო რომ მიწიდან ეს წყაროს წყალი ამოდის. და სასწაულთმოქმედი ტაძარი რო არის, ძალიან ბევრი მომლოცველი მოდის. სახლში რომ მოვიდა, აღფრთოვანებული ნაკურთხი წყალიც მოიტანა და აღფრთოვანებული ყვებოდა და შაბათ კვირა როგორც კი დადგა, ოჯახთან ერთად, შვილთან ერთად წამოვედი. ძალიან მიხარია, ძალიან მომწონს და ჯერ ისეთი რწმენით და იმით წამოვედით, რა თქმა უნდა, ხა ყველა ადამიანს თავისი სათხოვარი აქვს და ღმერთის წინაშე და ახლა აქ რომ მოვედი, რაღაცა არ ვიცი, აი ვერ აგიხსენებ. რა თქმა უნდა, საქართველოში ბევრი ტაძარი არის სასწაულთმოქმედი და აქაც რაღაცა ისეთი სიმშვიდის და რაღაც იმედის განწყობა გვაქვს. ძალიან მოგწონს, ძალიან აღფრთოვანებულები ვართ და შემდეგ TikTok-იდანაც გავიგეთ და როგორც ვიცი, სასწაულთმოქმედი ტაძარი არის, განკურნების შესახებ ყვება ხალხი და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის მეუფე გიორგი ჯამდელიანის ლოცვა კურთხევით 2018 წლიდან ტაძარში კვლავ აღევლინება საღვთო ლიტურღია, რომელსაც სხვადასხვა ადგილიდან ჩამოსული მორწმუნეებიც ესწრებიან. ამჟამად მეუფე გიორგი ჯამდელიანის ლოცვა კურთხევით ყოველ შაბათს დილის 11 საათზე იოანე ნათლისმცემლის ტაძარში საღვთო ლიტურღიას მამა ექვთიმე აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ მომლოცველები ტაძარში ლოცვას აგრძელებენ, წმინდა წყალს იღებენ და რწმენით ბრუნდებიან საკუთარ სახლში. დღეს ეს ადგილი თავისი სულიერი მნიშვნელობით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მომლოცველებისა და ვიზიტორების ყურადღებას იპყრობს. იოანე ნათლისმცემლის ტაძარი მრავალი მორწმუნისთვის რწმენის, იმედისა და სულიერი სიმშვიდის ადგილად რჩება, სადაც ადამიანები უფლის შეწევნას, სიმშვიდესა და განკურნებას ეძიებენ.